de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 218 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. დღევანდელ ეპიზოდს კარგი ამბით დავიწყებ. ჯერჯერობით ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე ჩვენი ეპიზოდების რაოდენობა. თუმცა დარწმუნებული არ ვარ. ფორმულას 5 თანამშრომელია დაჭერილი. წესიერი ქვეყანა რო ვიყოთ, დღევანდელი გადაცემა ეთერში არ უნდა გადიოდეს. პროტესტის ნიშნად. მაგრამ თუ საგიჟეთია, საგიჟეთი იყოს. გადაობს ტელევიზიის დირექტორი, რომელსაც 5 თანამშრომელი დაუჭირეს. მოდი დავიწყოთ წვრილმანი კოცობებით. ცოტა ცუდი ამბავი მაქვს. ცოტა უცნაური გემოვნების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩივას რეგალზე რაფაელოს მიყოლება. რაფაელოც ცეხში გაკეთებული ყოფილა. კარგი ამბავი ისაა, რომ საოცარი ჯანმრთელობა გვაქვს. წლებია შიდა ქართლის ჩივას ვსვამთ, გლდანის რაფაელოს ვაყოლებთ და მეტნაკლებად ცოცხლები ვარ. ჩვენ რო ეხლა ჯანსაღი პროდუქტების მიღება დავიწყოთ, შეიძლება დავიწამლოთ. ჩვენ ის ახლა ცოტა ხანი ნატურალური აფერი არ შეიძლება. ხალხო ეგრევე არ გადახვიდეთ ჯანსაღ საკვებს. ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ. წვრილმანი კოცობებიდან გადავიდეთ მსხვილმანზე. წვრილმანები ისე გასახურებია. სუსმა ბრიფინგზე მოგვახსენა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. მოგვახარეს ბრიფინგით. მერე იკითხეს ჟურნალისტებმა. მერე ვიკითხეთ მთელმა ქვეყანამ. თუმცა მეტი არაფერი ვითხრეს. ანუ ვერ გავიგეთ დაიჭირეს, არ დაიჭირეს, გაგვემარიაჟნენ, რა მოხდა. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ, რომ არ დაუკავებიათ. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას აბსოლუტურად სხვა დეფინიციაა, განაცხადა ირაკლის ადვოკატმა. უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნების შემდეგ გამოვიტანოთ. დაიცვა სიძე ალექსანდრე თამაზაშვილმა. ბოლოს და ბოლოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ყოფილ პრემიერს სასამართლო გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა მისცა. ვისაც გინდათ გაგიმაზავთ, რომ თავისუფლად გადაიხდის. ვინც ფიქრობთ, საიდან უნდა გადაიხადოს ამხელა ფულიო, გირჩევთ, რომ ყოველთვის შეამოწმოთ სახლიდან გასვლის წინ რამე არ დაგჭეთ ჩართული. გადავხედეთ ჩვენს ძველ გადაცემას. ღარიბაშვილის ტოპ 100 განცხადება. ასეთი გადაცემა გქონდა. რამდენიმე განცხადება ვიპოვეთ, რომელიც მაშინაც სასაცილო იყო, თუმცა ახლა ძალიან სასაცილო. მოსამართლეები უნდა მოიხსენიოთ პატივისცემით. განაცხადა ადრე ღარიბაშვილმა. აბა შენიცი ირაკლი, ჰაბურთი და ჰამოედა. ირაკლი ღარიბაშვილი ადრე. ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს.
სოფლიო მასშტაბის ქვეყნებს შორის მოწინავე რიგებში ვართ. ირაკლი კი ჯერა შენი, მაგრამ მოდი აბა შიგნიდანაც ნახე. მართლა ეგეთი მაგარია კაცო. აჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი. გაგახსენებთ პირველ ადგილზე რომელი განცხადებაც გავიდა მაშინ. სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ უნდა თქვას ეს სიტყვები. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სკამზე უნდა ავიდეს, მუშტი აღმართოს და ხმამაღლა დასჭეკოს. და ამ დროს ბადრაგი უნდა ეჯაჯგურებოდეს მუხლებს. ბონუსად ერთი ამბავი გაგვახსენდა ღარიბაშვილზე. ვალერი კვარაცხელია ითხოვდა ღარიბაშვილს ნობელის პრემია მიეცითო. ამათ კი გირაო მისცეს. ნახოთ, დეკემბერშია სასამართლო ჩანიშნული. სამწუხაროდ ვერ ესწრება, რომ თავისუფალმა სასამართლომ გაასამართლოს. თვითონ ღარიბაშვილს რომელი ურჩევნია? არ ვიცი. ალბათ მაინც ეს. ბიჭო, აქ მაინც იცნობს რაღაცა. ყველას კი არ აწყობს თავისუფალი სასამართლო. ირაკლის ამბავი ძალიან ეწყინათ ქოცებს. კალაძე ძალიან წყდება გული. ადამიანურად ძალიან დასანანია რაც ხდება. განაცხადა კობახიძემ და სუსის უფროს მდინარაძეს ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. ეგ თქვენთვის გახდა ლეიტენანტი, თორე ჩემთვის მაიორზე ნაკლები არასდროს ყოფილა მამუკა. ისე დიქტატურაში ცხოვრებას რაღაც პლუსებიც აქვს. დემოკრატიაში ვერაფრით ვერ გაიჩითება აი ამ დონის ხუმრობა. ლეიტენანტი მამუკა მდინარაძე. ლეიტენანტი მამუკა მდინარაძე. მაიცა? ლეიტენანტი მამუკა მდინარაძე. ნებისმიერ გენიალურ ხუმრობას ერთი ნაკლი აქვს, რომ პირველად რომ ამბობ ძალიან სააცილოა, მეორედ ნაკლებად სააცილოა და მესამედ უფრო ნაკლებად. ძალიან ცვეთადი ნივთია ხუმრობა. ძალიან რთულია ესეთი ხუმრობა მოიფიქრო, რომელიც მეორე თქმაზე კიდევ უფრო სასაცილოა. აი ლეიტენანტი მამუკა მდინარაძე მიასედაც რო თქვა. ზუსტად ისეთივე სასაცილოა, როგორც პირველად. არ დევალვირებს. ქოცებს რომ მოვიშორებთ, მამუკა აღარ იქნება თანამდებობაზე, მაგრამ მოდი წოდებები მაინც მივანიჭოთ ხოლმე. ადმირალი მდინარაძე გახდეს ბოლოს. ვიკიპედიაში მამუკა მდინარაძეზე სტატია ასე იწყება. მამუკა მდინარაძე, ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ ლეიტენანტი დაამატეთ. ოღონდ ლეიტენანტით რო იწყებოდეს. მამუკა მდინარაძე, ქართველი ლეიტენანტი. კიდე ერთი თხოვნა მაქვს. ვიკიპედიაზე მდინარაძეზე სტატია არის 8 ენაზე. ქართულად, მეგრულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, მოშკურად და ჩავაკანოზე. ვინც მოშკურად და ჩავაკანოზე თარგმნეთ მამუზე სტატიები, ძალიან მიყვარხართ. ChatGPT-ს თუ დაუჯერებთ, მოშკა ფინურ უგორულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მას ძირითადად მოსკოვის აღმოსავლეთით მორდვაში მცხოვრები მორდვები, ანუ მოკშები, მოშკები ლაპარაკობენ. ჩავაკანოს რაც შეეხება, ესპანურზე დაფუძნებული კრეოლური ენა, რომლითაც ფილიპინების ქალაქ ზამბოანგაში საუბრობენ. ასევე თხოვნა მექნება
რომ მამუკაზე სტატია კიდევ რამდენიმე ენაზე ითარგმნოს. სრანანტონგოზე და ნიხურზე. ნიხური კუნძულ სახალინზეა გავრცელებული. სრანანტონგო სურინამში. ლეიტენანტი არ გამომიტოვოთ რა თქმა უნდა. სრანანზე ლეიტენანტი იქნება ლეტნან. და ნიხურად ლეიტენანტ. ანუ ნიხურ ენაში სამხედრო ტერმინები საკუთარი არა აქვთ. რადგან ტრადიციულად არც სახელმწიფო ჰქონდათ, არც არმია. ამიტომ რუსული ტერმინების გამოყენება მოუწევთ. თუმცა ნიხურში არსებობს სიტყვა ჩანდხორო. მამაკაცების უფროს ნიშნავს სიტყვას. ესე რომ ჩანდხორო მამუკა მდინარაძე. ასე შეიძლება. კიდევ მაქვს რამდენიმე ენა მონიშნული, რომელზეც მდინარაძეზე სტატია აუცილებლად უნდა იყოს. ეს ორი დავამატოთ ჯერ და მერე სხვებიც ნელ-ნელა შევმატოთ. ვიკიპედიაში არ არსებობს პიროვნება, ვიზეც სტატია ყველა ენაზეა. ადამიანებში პირველ ადგილზეა აინშტაინი, მგონი. აინშტაინზე სტატია არის 230 ენაზე დაწერილი. მოდი დავეციოთ და გაუსწროთ აინშტაინს. მდინარაძეზე სტატია იყოს 231 ენაზე. გასაგებია რომ ახლა ამისთვის არ გვცალია ქვეყანას ვკარგავთ რა დროს მამუზე გადაობაა, მაგრამ თავისუფალ დროს მიყვეთ ნელა 3-4 წინადადებაა სულ დასაწერი. ამასაც ახლა ისე ცხოვრება არ ქონდეს გავლილი რომ ნობელის პრემიები იყოს მისათითებელი. დაიბადა ამ წელს ლეიტენანტი იურისტი მორჩა. კაი, ახლა კოკა-კოლა მოვსვათ. გადავიდეთ საერთაშორისო ამბებზე. საქართველოში კაი აფერი ხდება, თუმცა გლობალურად ბოროტების მიჯიხვნის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთის შემდეგი მეტასტაზი, რომელიც მოიკვეთება, ვენესუელას დიქტატორი მადურო იქნება. ტრამპი ამბობს, რომ ამერიკამ შესაძლოა ვენესუელაში ჩაატაროს სპეცოპერაცია ნარკოკარტელების წინააღმდეგ. ვინაიდან ნარკოტიკი ვენესუელაში მთავრობის ბიზნესია, კარტელების წინააღმდეგ ოპერაცია რეალურად მადუროს წინააღმდეგ ოპერაცია იქნება. მადურო ძალიან შეშინებულია. მან ამერიკას მშვიდობისკენ მოუწოდა. მშვიდობა, დიახ, მშვიდობა. ყოველთვის არა გიჟურომს, გთხოვთ, განაცხადა მადურო. მინდა დავამშვიდო მადურო. თუ კი ამერიკა გადაწყვეტს, არანაირი გიჟური ომი არ იქნება. 3 დღეში მოყომარდება ყველა. ოპერაციას ამერიკელებმა უნდა დაარქვან, უყურეთ და ისწავლეთ. იმედია ტრამპი გაჩვენებთ რუსკოცებს, როგორ უნდა 3 დღეში ყველაფრის მოყომარება. ჩვენი ტრამპუშკა. მოდი დიდ სურათში შევხედოთ ბოროტების მიჩექმნის პროცესს. 35 წლის წინ რუსის ჯარი იდგა ბერლინში. დღეს იხვეწება, რომ დონბასი მომეცი და გავჩერდები. რუსებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში დაკარგეს გავლენა სირიაზე, მოლდოვაზე, სომხეთ, აზერბაიჯანზე, უკრაინაზე. ირანისგან ბოლოს როდის გაიგეთ ბლატაობა? გახსოვთ მაგათი გენერლები, რა გაბლატავებულები იყვნენ, ცხონებულები. სულ რაღაცას ბოლოს, სულ რაღაცას. კაიხნით მიაყენებინეს მაგათ ჰამას. ახლა მადუროსაც თუ მიადგნენ, ეს იქნება ძალიან მაგარი ამბავი. ბოროტება უნდა ამოიშთოს მაქსიმალურად ყველგან. გაზაფხულზე დიდი ალბათობით ორბანიც დაგვემშვიდობება. აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით აგებს არჩევნებს. უნგრეთი არც არის დიდი პრობლემა, მაგრამ მაინც კარგი ნიშანი იქნება მანდაც გამოკვეთილად პროდასავლური მთავრობის მოსვლა. ხო და კიდე ერთხელ გავაკეთოთ ზუმაუთი. 35 წლის წინ ბერლინში იდგა რუსი და ნახევარი ევროპა მისი უკანა ეზო იყო. ახლა შერჩა ბელარუსი, საქართველო და იბრძვის დონბასისთვის 4 წელია. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ აქედან ვერ ამოვძვრეთ. სამყაროს ყველა შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიხუროთ. ძალით უნდა გავიჩალიჩოთ, რომ აქედან ვერ ამოვძვრეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია სამყაროსგან მოძებული ყველა შანსი გავანიავოთ. არაა გამორიცხული, რომ დემოკრატიის დარიგებაზეც დავაგვიანოთ. მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით სამყაროში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ჯდება. ჯერჯერობით.
თავარია ტრამპი და პუტინი არ გარიგდნენ რამე სიგიჟეზე, რავი. საბედნიეროდ ხუილოს არაადეკვატურობა ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. იმდენად არარეალური მოთხოვნები აქვს, რომ ტრამპიც გადააფსიხა და გუშინ ამერიკამ ლუკოილი და როსნეფტი დაასანქცია. რუსეთსო სანქციებისო არ ეშინიაო, უთხრა ჟურნალისტმა ტრამპს და ტრამპმა უთხრა, რომ ძალიან კარგი 6 თვეში დავილაპარაკოთ. როგორ გავიგოთ მუშაობს თუ არა სანქციები? მოდი აი 1 თვეში ჩამოუვაროთ ლუკოილის კალონკებს და თუ ისევ კაათ იქნებიან. ესე იგი სანქციები არ მუშაობს. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. ჩვენ როგორც პროსკანდინავიური გადაცემა ამ ამბავს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. შვედეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლითაც უკრაინა მიიღებს 100-150 შვედურ მეოთხე თაობის ავია გამანადგურებელ გრიპენს. გასაგებია, რომ ამდენი გრიპენის წარმოებას და უკრაინისთვის გადაცემას წლები დასჭირდება, მაგრამ ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ევროპელები უკვე ხვდებიან, რომ ეს ომი მართლა უნდა დასრულდეს. დასრულდეს და არა გადავადდეს. 2015 წელსაც დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ 2022-ში გააგრძელა რუსეთმა. ახლა ისე უნდა დასრულდეს, რომ დასრულდეს და დასრულდეს. ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ისე უნდა შეიარაღდეს, რომ არც ერთ ხუილოს, არც ახლანდელს და არც რავი მომავალს აზრადაც აღარ მოუვიდეს ომის განახლება. 100-150 გრიპენი ძალიან კარგი რამეა იმისთვის, რომ ომი აღარ მოგინდეს. ძალიან მაგარი სათაური ჰქონდა კვირის პალიტრას. რაში სჭირდება ზელენსკის 100-ზე მეტი შვედური გრიპენი? რთული კითხვა. ამიტომ გავხსენით სტატია, რომელიც იწყება ასე. კითხვას გაუკვირდება. როგორ თუ რაში სჭირდება? უკრაინა ხომ რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული და რა თქმა უნდა სჭირდება თანამედროვე ავიაგამანადგურებლებიო? ამის მერე აღარ წავიკითხავს. ვეთანხმები ავტორს. მეც ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც 4 წელია რუსეთს ეომება, ავიაგამანადგურებელი დასჭირდება. ახლა თავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ არ გვჭირდება გრიპენები. ჩვენ 3-3 წვილი ბათინკები გვიყიდა ღარიბაშვილმა. ალბათ აი ეგ არაპატიეს. ახლა სერიოზულად, ჩვენ რა უნდა ვქნათ და გავიაზროთ ერთი რამე, რომ დიქტატორისა და ხალხის ბრძოლაში დიქტატორს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ერთი დიდი კოზირი. დიქტატორს სჭირდება მილიონი გამარჯვება და ჩვენ მხოლოდ ერთი. დიქტატორმა უნდა გაიმარჯვოს ხალხზე ყოველ წამს, ყოველ დღე. და ჩვენ მარტო ერთხელ გვჭირდება მოგება. ერთხელ ვიგებთ, ვამთავრებთ ყველაფერს. შეიძლება 1000 ჯერ წავაგოთ, მაგრამ ერთხელ მოვიგებთ და ყველაფერი მთავრდება. ბიძინა ბევრჯერ მოგვიგო, ბევრჯერ ჩაგვიტარა, მაგრამ ამით არაფერი არ სრულდება. ხვალაც უნდა მოგვიგო, ზეგაც, მაზეგაც. სულ უნდა ერთი წაგებაც არ შეუძლია. ერთხელ წააგებს და ყველაფერს წააგებს. წინა 1000 გამარჯვებას აზრი ეკარგება. ჩვენ მხოლოდ ერთხელ უნდა მოვიგოთ, დამთავრდება. წარმოიდგინეთ, რომ ესპანეთი გვიგებს 7-0-ს. და ჩვენ ერთი გოლი გაგვაქვს და 3 ქულა ჩვენია. აი ეგეთი წესები რო იყოს ფეხბურთში. ხო ვიგნებოდით მსოფლიო ჩემპიონები. დიქტატორთან ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ ერთი უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ერთამდე ვთამაშობთ, დიქტატორი უსასრულობამდე. ამიტომ ნიჰილიზმი და უიმედობა გადავდოთ შორს. ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.